Ready? Abara! Takedown! Abara! გამარჯობა, მე დათო ჭეიშვილი ვარ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქომაგი, რომელიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობს ქართველ სპორტსმენებს. ხვალ 7 ივნის მერაბ დვალიშვილს ნიუ-ჯერსის ქალაქ ნოუარკში სატიტულო ბრძოლა აქვს შუგა შონ ომალის წინააღმდეგ. ჩემი მიზანია ამ ვიდეოს მეშვეობით გაგიზიაროთ გულშემატკივრის გამოცდილება და გაჩვენოთ თუ როგორი ემოციები გვექნება ქართველ გულშემატკივარს ბრძოლის მიმდინარეობისას. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ეხლა მიმდინარეობს ცერემონიული აწარმოები. სასწავლო ინფორმაცია გვაქვს, რომ მერაბ დვალიშვილმა უკვე დააფიქსირა საჩემპიონო ტურნირა, შესაბამისად ანერულ არაფერია. გამოვა დღესაც ჩაატარეს ამ ცერემონიულ აწარმოებს ჯიჟულად და მე მოემზადება ხვალიძელი დიდი გამარჯვებისთვის. ეს აწარმოების ცერემონიალზე აშკარად ომალის გულშემატკივრები ჭარბობენ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ბევრი ქართველი მოვა და ნიუ-ჯერსის ქალაქი ნეუარკი გადაივსება ხუთჯგვრიანი ქართული დროში. Let's go, Merab! Official weight 134 for the champion. I'm here with the champion. How about some love for the machine, people? Come on. Another opportunity to defend your belt against the man you took it from. Give us your thoughts on what goes down tomorrow night. Tomorrow won't be kissing. I'm gonna smash this guy. And still. Ladies and gentlemen, we will see you all tomorrow night. Thank you very much for coming to the weigh-ins. დასრულდა ცერემონიული აწარმოები. ჩემს და გასაკვირად ქართველები ბევრად უმცირესობაში ვიყავით, თუ საერთოდ იყო ვინმე ჩემს გარდა არ შემიმჩნევია. მხოლოდ VIP-ში დავინახე რამოდენიმე ქართველი. ამერიკელები რა თქმა უნდა ჭარბად იყვნენ, ომალის გულშემატკივრები და მერაბის გამოსვლისას დაუსტვინეს კიდეც. მაგრამ ეგ ჩემპიონების ხვედრია. მერაბს მოუწევს კიდევ ერთხელ გააჩუმოს ჰეითერები. რაც მისთვის ახალი არ არის. ამიტომ დავალოდოთ, ყველაფერი გამოჩნდება ხვალ ოქტაგონზე. როცა ოქტაგონის კარი დაიკეტება, შუგა შონს ვერც ერთი ვერ დაეხმარება. რაც ჩვენთვის ნამდვილად სასიხარულო ამბავი. ბრძოლის დღის დადგა, დღეს 7 ივნისია. ეხლა ვართ მეტროში და მივდივართ მანჰეტენზე. ბრძოლის დაწყებამდე დაახლოებით 4 საათი რჩება. შევხვდებით ჩემს მეგობრებს, რომლებიც ბოსტონიდან ჩამოვიდნენ მერაბის გულშემატკივრად და შემდეგ გავემართებით ნიუ-ჯერსიში, სადაც ბევრ სხვა ქართველთან ერთად გულშემატკივრებთ მერაბს, რათა მეორედ დაიცვას ტიტული. წლების წინ, მანამ სანამ ქართველები გამოჩნდებოდნენ UFC-ში, UFC და MMA ერთი და იგივე რაღაც მეგონა. მე აღმოაჩინე, რომ MMA არის შერეული საბრძოლო ხელოვნებების სპორტი, UFC კიდე არის ორგანიზაცია. დაახლოებით იგივე რაღაც არის, როგორც NBA და კალათბურთი. კალათბურთის ხსენებაზე ყველას ლიგა, რომელიც გვახსენდება, არის NBA, თუმცა NBA არ არის ერთადერთი ლიგა. კალათბურთში ისევე როგორც UFC არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნებების ორთაბრძოლებს ატარებს. სათავეს იღებს 1993 წლიდან, როდესაც UFC 1 ჩატარდა დენვერში. ოღონდ მაშინ არ არსებობდა არანაირი სტანდარტიზებული წესები და უბრალოდ 8 მონაწილე იყო ამ ტურნირზე და მას ეწოდა Ultimate Fighting Championship და 8 ადამიანმა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და შეითანხმდნენ, რომ მიდიაში არ შეიძლებოდა კბენა, არ შეიძლებოდა თმაში მოკაჩვა და მსგავსი ელემენტარული შეთანხმებები. ამ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა ლეგენდარულმა როის გრეისიმ, რომელიც ჯიუ-ჯიტსუს წარმომადგენელი იყო. საგულისხმოა, რომ ტურნირის მიმდინარეობისას მონაწილეებს ეკიპირებაც კი არ ჰქონდათ საერთო და ის ფორმები ეცვათ, რომელიც მათ მიაჩნდათ შესაფერისად. მაგალითად, როის გრეისის თეთრი კიმონო ეცვა და თეთრი კიმონოთი მოახერხა გამარჯვება. და ალბათ რადგან სტანდარტიზებული წესები 2000 წელს შეიქმნა,
ეგ შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ 90-იანებში დავადებულ ქართველ ადამიანებს და კიდევ უფრო ზედათაობებს, რატომ შეიძლება გქონდეს ცნობიერებაში, რომ ეს სპორტი არის ბრძოლა წესების გარეშე. სინამდვილეში ამ სპორტს ძალიან ბევრი წესი აქვს და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვა ამ საუკუნეში. რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი ინფორმაციები ხშირ შემთხვევაში გვიან ჩამოდის ხოლმე, ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც პირველი ქართველის დებიუტი UFC-ში 2015 წელს შედგა, ლევან მაყაშვილი იყო ეს პიროვნება და მეორე ქართველი იყო მერაბ დვალიშვილი, რომელიც UFC ჩემპიონია. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. შეიძლება ვერც კი ვიაზრებდეთ, რამხელა შრომა, რამხელა ენერგია, რამდენი ემოციაა ჩადებული ამ შრომაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს მეორედ დაიცავს მერაბი ქამარს და მთელი საქართველო იზეიმებს მასთან ერთად. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, მსგავსი ადამიანების არსებობა, როგორც მერაბ დვალიშვილია, იგივე ილია თოფურია, იგივე ხვიჩა კვარაცხელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან პატარა თაობებს აძლევს იმის რწმენას და იმის იმედს, რომ შრომით, თავდადებით და საქმისადმი მიძღვნით ყველაფერი შეიძლება გამოგივიდეს და არასდროს არ არის გვიან. ეს არის მაგალითი იმისა, თუ შეუპოვრობამ რა შეიძლება მოგიტანოს ადამიანს. მერაბი თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დროის გმირია, რადგან მან მოახერხა ის, რაც წარმოუდგენელიც კი არის. მე მაგალითად 9 წელი ამერიკაში ვცხოვრობ და ემიგრანტის თვალით დანახული მერაბის გამრავლი გზა კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენი პასუხისმგებლობა შეიძლება დაგემატოს ამერიკაში და რამდენჯერ შეიძლება გინდოდეს უარისხმა საკუთარ ოცნებაზე, თუმცა ზოგჯერ ოცნება იმდენად დიდია, რომ ვერანაირად ვერ გაექცევი. და ალბათ ბედიც იყო ის, რომ მერაბ დვალიშვილს ესეთი რთული, ესეთი გრძელი გზა უნდა გაევლო იმისთვის, რომ დღეს იქ ყოფილიყო, სადაც არის. მახსოვს პრესკონფერენციის დროს უმარ ნურმაგამედოვმა მერაბ დვალიშვილს უთხრა, თუ რატომ ცხოვრობდა ის ამერიკაში. და მერაბმა იდეალური პასუხი გასცა. მერაბი აქ შრომობს, ის არის საკუთარი ქვეყნის ელჩი და ის არის ფაქტობრივად ხიდი საქართველოს და ამერიკას შორის, რადგან მერაბმა მოახერხა ის, რომ ქართული ერა დაიწყო UFC-ში და ფაქტობრივად კონორ მაკგრეგორის წასვლის შემდეგ დაღესტნელების ეპოქის დასასრულის დასაწყისის მომსწრენი ვარ, რადგან წარმოუდგენელი იყო ხაბიბის გუნდის დამარცხება, თუმცა ეს მერაბმა მოახერხა გამარჯვებით. შევით. გახარ? როგორ ხართ? კარგი. დავშოვით, ვიგებთ დღეს? აბა წავედით, შემოდნები დავტოვოთ და წავედით ნიუ-ჯერსიში. და აი ჩვენს მოვედით Prudential Center-თან. დღევანდელი ივენტის ბილეთები დაახლოებით $300-დან იწყება და შესაბამისად უფუნება ნამდვილად ასეთი ბრძოლების დასწრება. შესაბამისად UFC არის ერთი დიდი მარკეტინგული ორგანიზაცია, რომელიც ძალიან კარგად ყიდის საკუთარ ფეიმს, საკუთარ მებრძოლებს, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება ამ ფანების გამოცდილებას, fan experience რაც ქვია, ეს არის უფასო. შესაბამისად ივენტის ბილეთების მაღალი ფასი აძლევს საშუალებას UFC-ს, რომ ბევრი ივენტი ჩაატაროს ივენტის დაწყებამდე, რომელიც უფასოა გულშემატკივრისთვის. მაგალითად, ცერემონიული აწარმოები, მაგალითად პრესკონფერენცია და შესაბამისად ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ ან არ შეუძლიათ ბრძოლაზე დასწრება, აქვთ მაინც შესაძლებლობა, რომ ამ დიდი გამოცდილების მონაწილეები გახდნენ, მარტო იმიტომ, რომ უბრალოდ მოვიდნენ და საკუთარი საყვარელი მებრძოლები ნახონ. მერაბის მეცახელი რომ არ იქნეს მანქანა, რაც დაარქმევდეს. Reactory. Monster. Terminator. The Womanizer. The animal. The cardio. The Maniac. The Cardio King. შეუჩერებელს ალბათ. Anaconda. That's it. რაღაც მექანიკურია ვიძია ვარდენ. ხო, რაღაცა მანდა არის და არ მე მგონი დაუტოვოთ ჯობია მაშინ სახელი, იმიტომ რომ იდეალური კომბინაციაა სახელის დარქმევის და იდეალურად შერჩეული, ამიტომ დაუტოვებდი მაშინს. ცოტა ხნით თავი შევაფარე ადგილობრივ ლუდის ბარს. თითქმის ყველა UFC-ზეა მოსული აქ. ძალიან ბევრი დიდი ეკრანია და შესაბამისად გულშემატკივრებს შეუძლიათ საერთოდ არჩევიდნენ დარბაზში, აქედანვე გულშემატკივრონ საკუთარ მებრძოლებს. ნახოთ, ცოტა ხანი დაველოდებით. მერე შევალთ და ხმის ჭახლეჩვამდე ვიყვირეთ. მოკლედ ეხლა დადგა დრო, რომ ჩემი პროგნოზიც გაგიზიაროთ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მერაბი მოახერხებს სრული ბრძოლის მანძილზე კონცენტრირებას, რადგან თუ ვინმე სამწონით კატეგორიაში შეუძლია ერთი დარტყმით დანოკაუტება, ეს ნამდვილად არის შონომალი. შესაბამისად, ჩემი აზრით, რამდენადაც მერაბისთვის ზოგადად 25 წუთიანი ბრძოლები უსაფრთხოა, იმდენად ნებისმიერ წამს საფრთხე შეიძლება დაემუქროს, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ მერაბი თავისივე სტილში, როგორც ჩვევია, ძალიან მოზომილად და ფრთხილად ეცდება ფინიშის მოძებნას და აუცილებლად იპოვნის და თუ ვერ იპოვის, მაშინ 25 წუთის მანძილზე იდეალურად ჩაატარებს და გადაწყვეტილებით მოიგებს. მერაბ დვალიშვილის ისტორია კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, თუ რაც დამფუძნებელმა მამებმა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაწერეს. ამ ქვეყანაში სამი რამე გაქვს გარანტირებული, რაც არის სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება. და ზუსტად ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება ის რამაც მერაბ დვალიშვილს მიაღწევინა იმ უმაღლეს წვრილამდე, რასაც UFC ჩემპიონობა ჰქვია. მერაბ დვალიშვილი არის ნამდვილად სამაგალითო ადამიანი სოფლიოს ნებისმიერი წერტილში დაბადებული ადამიანისთვის. მე ამაყი ვარ, რომ მერაბ დვალიშვილი ქართველია და დღეს მაქვს პრივილეგია უგულშემატკივრო მას. დღევანდელი დღე ძალიან მახსენებს შარშან ივნისის თვეში ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში განცდილ ემოციებს, სადაც უამრავი ქართველი ერთმანეთს ხვდებოდით და თითქოს ყველანი ერთმანეთის ნათესავები ვიყავით და რეალურად ვიყავით კიდეც. იმედია დღესაც ისეთივე წარმატებით და ისეთივე ბედნიერად დავასრულებთ დღეს, როგორც მაშინ პორტუგალიასთან თამაშის შემდეგ. მაშინ, როდესაც ადამიანები იცდიან საკვების ან სასმელის შესაკვეთად, მათ აქვს შანსი, რომ არ მოწყდნენ ბრძოლას და ეკრანებზე იხილონ თუ რა ხდება აი ზუსტად იქ შიგნით. შავი ფარდის მიღმა. ოდესღაც ხო შავი ფარდის მიღმა ამერიკა იყო საქართველოსთვის და ეხლა არის UFC-ს ბრძოლა. ეხლა შემოვიდა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გამოჩნდა და წარმოგიდგენთ რაღაც მოხდა, ყველა გამოიშალა ფეხზე და შეთანხმებულებებით ყველამ დაიწყო ყვინილი USA. არ ვიცი. ძალიან დიდ ღირსებას და პატივს ხედავენ ამერიკელები სავარაუდოდ საკუთარი პრეზიდენტის და ამ ინსტიტუტის პატივისცემაში. ამ დარბაზში Prudential Center-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩატარებულა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შარშან ისლამ მახაჩევმა საკუთარი ქამარი დაიცვა დასტინ პორიეს წინააღმდეგ და როგორც გაირკვა შარშან ჩემპიონმა ქამარი დაიცვა, ამიტომ ეს ტრადიცია არ უნდა შეწყდეს და მერაბმაც უნდა გააგრძელოს სახელოვნა. თუ დღევანდელი ვიდეო მოგწონთ და გსურთ მსგავსი ტიპის კონტენტი ამერიკის კონტინენტიდან შემოგთავაზოთ, მაშინ აუცილებელია რომ ვიდეო დალაიქოთ, არხი გამოიწეროთ და კომენტარებში დაგვიწეროთ თქვენი რჩევები და სურვილები, რა ტიპის ინფორმაციას და რა ტიპის კონტენტს ისურვებდით ამერიკის კონტინენტიდან სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებიდან.
ბრძოლის პირველი წუთი მიმდინარეობს. ძალიან ნერვიულობ, ეხებს ვაჭირებ. Fako Mali! Let's go Meram! მერამმა ცენტრი დაიკავა და კუთხეში მოიმწყიდა შონი, მაგრამ იმედია რაღაც ტაქტიკის ნაწილი არ არის. პირველი რაუნდი ძალიან თანაბარია, ვერავინ იტყვის რომ რომელიმე წაიღო. ოპა! მიდი! მიდი! აბარა! Takedown! აბარა! მოკალი! აბარა! და წაგცი! გადაიღე! მიდი მერა! მიდი! პირველი რაუნდი ჩვენ მოგვაქვს. რამე არ მოვიგონოთ ეხლა. აუ ტრიბუნებზე ცალკე ბრძოლა მიდის ქართულ და ამერიკელ შემატყურებს შორის შეძახილების. ვაიმე! მიდი გონდე! ეგაი. That's a takedown, right? Yeah. მიდი! შენია მერამ ტრამთან გადაათრიე! ეს ასე პირველი რაუნდი უეჭველი წამოვიღეთ ყველა მიზეზს გარეთ. დაამთავრე რაუნდი, დაამთავრე. ეგარი! მესამე რაუნდი დაიწყო და სეხუდო გაუკეთა ომალის მერაბმა. რაუც მე ვფიქრობ რომ ორივე რაუნდი მოვიგეს, თუმცა არავისგან არაფერი გამიკვირდება ამ საჯებისგან. ოკეი, მესამე რაუნდიც მერაბმა მიწაზე გადაიყვანა. ვაუ, დაღჭობაზე მიდის? აუ, არა, მიწაზე როცა არის მე შედარებით მშვიდდები. იმან რომ მშვიდდები მიწაზე რო ყავს. ვაიმე! Yes, Marab, yes. Sani. ვაიმე! Yes. მერაბ! საეჭვოდ გაჩუმდნენ ომალის გულშემატკივრები. მერაბ! ერთი. არა, სამ რაუნდში აბსოლუტური დომინაცია, კიდევ ერთი ტეიქდაუნი. მერაბ აღარ ვარგა. აუ, მე მგონი დაღჭობას არის. I think he's trying to submit him. Yeah. He's trying to soften him up and tire him out. ეგრე. Wah! ვაიმე! Let's take a selfie. Let's do it, bro. So now the fight is over. So did you expect Merab to submit him? Honestly, not really, not this early, but that's just how it went, and I love it. I was very impressed. You said that you were rooting for Merab. So is it like you are rooting for Georgians, or is it specifically Merab that you were rooting Honestly, I love Georgia as a country. It's beautiful, you know, like I love the Caucasus region and all that. And Merab as a fighter, as a person, I love him, you know, so. I appreciate that. Do you know any other fighters? I know Georgian, Roman Delize. Right. And then from like other Caucasus regions like Azerbaijan, like the Nazim Zadikov, Right. all from Dagestan. I have one question for you. Like, who do you think he should fight next? Next, I think he should fight Corey Sandhagen. That's a fight we've never seen. Okay. With Merab and Corey, I want to see how that would match up. And an Umar rematch as well would be good. So, yeah. All right. Thank you very much. I Yes. appreciate you, man. Yes. And still. Merab Dalisuma finish-ი იპოვა. და ეხლა კადრში გამოაჩინეს Corey Sandhagen-ი. წინა საბრძოლო პრეს-კონფერენციაზე Corey Sandhagen-ი ამბობდა, რომ დიდმისი ვარაუდით მერაბი გაიმარჯვება და შემდეგ მას უნდა ებრძოლა ქამრისთვის. ეხლა მერაბის სიტყვა.
Jones! US go on! Jones! Tucker go on! Jones! Champions go on! Jones! Everybody, thank you so much! Thank you so much! Really beautiful company! Give me the best show in the world! 7 დღის მანძილზე ორმა ქართველმა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა საკუთარ დისციპლინაში, ერთმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და ჩემპიონი გახდა. მეორე UFC-ს კამარი წარმატებით დაიწყო. 3 კვირის შემდეგ ილია თოფურია ლას-ვეგასში ჩარლზ ოლივერას წინააღმდეგ დარჩება გალიაში და ის გაასწამებს. არა კიდე კაი რომ შონმა დაანება თავი მოწევას და ძალიან ბევრი უარჯიშა, თორე რავი მესამე რაუნდამდე ვერ მივიდო და ესე იგი საქმე. ბრავო მერავს, ბრავო მერავს. რაც ვინერვიულე ახია ჩემზე და მეტი მეკუთვნის რომ რაღაც მომენტში უშვებს იმის ალბათობას რომ punchers chance ქონდა ომალის. არანაირი შანსი არ დაუტოვა სრული დომინაციით და მარჩობელათი გაისტუმრა იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან. მერაბმა ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა და ერთი ბრძოლით ნაკლები აქვს ალჯამაინ სტერლინგზე ბანტამვეით დივიზიონში 14 გამარჯვება და ყველა დროის საუკეთესო რეკორდსმენი იქნება გამარჯვებებში. ასევე მომდენო კამრის დაცვისას კამარს რომ დაიცავს გაუტოლდება დომენიკ კრუს და ალჯამაინ სტერლინგში ყველაზე მეტჯერ დაცული კამრის რაოდენობით. ეს იქნება 3. მაგრამ ყველაფერი წინ არის. წინ ბევრი რეკორდია დასამხობი და მერავი გაჩერებას არ აპირებს, იმიტომ რომ მანქანები არ ჩერდებიან. ილოცავთ ქართველებო. რა ყოფილა დაგვაწყდა რომელი? აბა, magari. ერთი ორი წელი გავხდი. We didn't do it, man. We lost. But we're coming back. We won, bro. ილოცავთ. ილოცავთ ქართველებო. ნელ-ნელა გამოვიდა ყველა. შესაძლებელია ყველა ქართველის ემოციები, მიუხედავად იმისა, ქართული დროშა აქვთ თუ არა აქვთ. ქართველები ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან საამაყოა და ძალიან დიდი ბედნიერებაა ამ ხელა ქვეყანაში და ამ ხელა სამყაროში ასეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენელი რო ახერხებს ასეთი დიდი მწვერვალების დაპყრობას. და მერაბ დვალიშვილის ლეგენდა და ისტორია ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია. ძალიან შორს არის დასასრულისგან. ეს დღეც ისე დასრულდა, როგორც ამ დღეს ეკადრებოდა. ეხლა მოვედი სახლთან, დაგემშვიდობებით, ემოციებით დატვირთული. ბრუკლინში ბრუნდებოდი და ქართველებმა მანქანა გააჩერეს და კითხვა დასვეს ბრუკლინში თუ ვინმე მიდიხართ და მანქანა არ გყავთ, წამოვყრევითო და ორმა ძალიან კეთილმა და კარგმა ადამიანმა მომიყვანა სახლთან. და ისუსაც დიდი მადლობა მათ. რაც შეეხება ჩვენს მომდევნო ვიდეოს, იქნება ლას-ვეგასიდან, სადაც ილია თოფურია ეცდება lightweight დივიზიონის ჩემპიონობას. აბა, მომავალ შეხვედრამდე. Let's go Marab! And still, of course. Appreciate you, man.